საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ ახლა კადრში ხედავთ ქრონიკის ქუთაისის ბიუროდან კადრებს, თუ როგორ ემზადებიან დღის მთავარი კონცერტის გასამართად აბაშიძის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მე ლაშა ხარაზიშვილი მუშაობ სტუდიაში. ჩვენ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას და მოგიყვებით ყველა იმ დეტალს, იმ მოვლენების შესახებ, რომელიც დღეს ამ დრომდე ვითარდებოდა და ვითარდება ქუთაისში, კერძოდ კი ახალი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბაშიძის გამზირზე. დღეს ქრონიკის გადამღები ჯგუფები დილიდან მუშაობდნენ და გაწვდნენ ყველა დეტალს იმ ინფორმაციების შესახებ, რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში და მის ფარგლებს გარეთ, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შევაჯამოთ და ვნახოთ ყველა ის დეტალი, თუ როგორ განვითარდა მოვლენები დღეს ქუთაისში და არა მარტო აქ. დღეს მე მაქვს პატივი, რომ ახალ სტუდიაში ქრონიკის ქუთაისის ბიუროში გვყავდეს დღის მთავარი მოვლენების დღის მთავარი სტუმარი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ჩვენთან ერთად შეაჯამებს დღევანდელ დღეს და ისაუბრებს იმ დეტალებზე, თუ რა ხდებოდა დღეს ქუთაისში, რა მოხდა დღეს საქართველოსათვის და რა მნიშვნელობა აქვს დღეს ახლად გახსნილ პარლამენტს სასესიო დარბაზს, კერძოდ ქუთაისელებისათვის და ზოგადად მთლიანად საქართველოსათვის. ბატონ დავითს მივესალმები, რომელიც ჩვენი სტუდიის სტუმარია. ბატონ დავით, გილოცავთ დღევანდელ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას და ახალ მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისათვის და ზოგადად ამ ქვეყნის მოქალაქისათვის. მოკლედ რომ შევაფასოთ იმის შესახებ, რომ ვისაუბროთ, თუ რა მოხდა დღეს, რა გაკეთდა დღეს ქუთაისელებისათვის, კონკრეტულად ამ ქალაქისათვის, რეგიონისათვის და მთლიანად საქართველოსათვის. დიდი მადლობა. პირველ რიგში თქვენც ასევე გილოცავთ ახალ მოსახლეობას. პირველია ჩემი სტუმრობა თქვენ სტუდიაში და იმედია, რომ მომავალში ხშირად მოგვიწევს მეც და სხვა პოლიტიკოსებსაც ამ სტუდიაში სტუმრობა. ყველას ულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თავს გზნობს საკუთარი ქვეყნის პატრიოტად და მოქალაქედ, არ არსებობს იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღე, ვიდრე არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე. ამიტომ ყველას ულოცავ ამ დღეს. დღევანდელი 26 მაისი არის გამორჩეული ალბათ იმით, რომ დღეს პირველად ხვდებით ქუთაისში, ქუთაისმა დღევანდელი დღით რეალურად შეიძინა ის ახალი ფუნქცია, რაზეც იყო საუბარი, ეს არის საქართველოს ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრად ჩამოყალიბება. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 90-იან წლებში ეკონომიკურ გრევასთან ერთად ქუთაისმა ფაქტიურად დაკარგა ფუნქცია როგორც ქალაქმა და ქუთაისში გაჩნდა აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან მაღალი უმუშევრობა, ძალიან მაღალი მიგრაცია, ძალიან ბევრი პრაქტიკული ყოფითი სირთულე, რომელიც ამ ქალაქში იყო და დღეს ფაქტიურად ჩვენ ვიწყებთ ეტაპს, როდესაც ქუთაისი შეიძენს ახალ ფუნქციას, ის გახდება საქართველოს ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი და ეს ნიშნავს ქალაქის გამოცოცხლებას. ხა ის რაც დღემდე ხდება საქართველოში არის რომ ყველა ჩვენი რეფორმის შედეგად საქართველოს როგორც სახელმწიფო შედგა. ჩვენი ამოცანაა რომ შემდგარ სახელმწიფოში ცხოვრების სიკეთე იგრძნოს ყველა ქართულმა ოჯახმა, იმიტომ რომ ძლიერი ოჯახი არის ძლიერი საქართველო. შესაბამისად ჩვენი ამოცანაა რომ ქუთაისლებმა, ქუთათურებმა იგრძნონ ის სიკეთე, რასაც ჰქვია ქალაქის პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება და ყველას უნდა ესმოდეს ისიც რომ საქართველოში არ არსებობს ერთმანეთის კონკურენტი ქალაქები. თუ ქუთაისი იქნება ძლიერი და განვითარებული, ძლიერი იქნება თბილისიც, ძლიერი იქნება იმერეთიც, ძლიერი იქნება კახეთიც. ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ ან ერთიანად განვითარდებით, ან საერთოდ ვერ განვითარდებით. ამიტომ ძლიერი და ფეხზე დამდგარი ქუთაისი ნიშნავს გაძლიერებულ და ფეხზე დამდგარ დანარჩენ საქართველოსაც. ამიტომ მე დღევანდელ დღეს ბუნებრივია განსაკუთრებით ქუთათურებს ულოცავ, მაგრამ ულოცავ მთელ დანარჩენ საქართველოსაც, იმიტომ რომ ქუთაისის გაძლიერება და ფეხზე დადგომა ნიშნავს დანარჩენი საქართველოს გაძლიერებას. ბატონ დავით, უშუალოდ რომ მოგიყვეთ, რამდენად მოყოფილი ხართ ახალი შენობით? რა თქმა უნდა, დღეს პირველი ეტაპი დასრულდა, თქვენ პრეზიდენტთან ერთად ჩასვით ის ერთ მინა, რომელიც იყო დარჩენილი სიმბოლურად და განაცხადეთ კიდევაც რომ დღევანდელი დღე არის ერთგვარი ჟესტების და სიმბოლოების დღე. როგორ მოგეწონათ, ელოდით თუ არა რომ თქვა ეს იქნებოდა ისეთი მაღალი სტანდარტები, რაც დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ? მე ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ, დღეს სიმბოლური გახსნა შედგა შენობის, თუმცა რა თქმა უნდა სრულფასოვნად პარლამენტი ფუნქციონირებას დაიწყებს არჩევნების შემდეგ, ისე როგორც ეს არის კონსტიტუციაში, მაგრამ სწორედ ეს იყო დღევანდელი დღის სიმბოლიზმი, რომ ქუთაისის და საქართველოს ახალი ეტაპის დაწყება დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თვითონ პარლამენტის შენობა ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის დეპუტატების კარგად ყოფნაზე ორიენტირებული შენობა. ეს არის შენობა და ტერიტორია, რომელიც
რომელიც იქნება აბსოლუტურად გახსნილი ყველა ადამიანისთვის. გარშემო პარკი იქნება აბსოლუტურად გახსნილი ყველა ქუთაისელისთვის, ყველა ქალაქის სტუმრისთვის. შენობა არის მოწყობილი ისე, რომ მაქსიმალურად ადვილი იყოს მოქალაქეებისთვის შესვლა, დეპუტატების ნახვა, საკუთარი პრობლემების გადაცემა. ანუ ეს კონცეფცია, რაც არის გამჭვირვალე შენობა, ეს არ არის მხოლოდ შუშა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალი პარლამენტი შინაარსითაც იყოს გამჭვირვალე და მუშაობის პრინციპითაც და ეს საკმაოდ სიახლოვე იქნება თავად დეპუტატებისთვის. რა თქმა უნდა და ეს ახალი შენობა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველ რიგში ეს არ არის ისევ მეორე დეპუტატებისთვის აშენებული შენობა ეს არის შენობა სადაც ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოსვლა დეპუტატებთან შეხვედრა საკუთარი პრობლემების დაყენება ამ პრობლემებზე პასუხის მიღება და სწორედ ამ თვალსაზრისით არის ეს შენობა გამორჩეული თორე ეს თუ არ ექნა მხოლოდ არქიტექტურა რაც არ უნდა ლამაზი იყოს რა თქმა უნდა მხოლოდ ნახევარი ფუნქციაა შენობის თუმცა არქიტექტურულადაც მე ძალიან მომწონს რო არ დავმოვიდეს და ჩვენი საუბრის ბოლოს ორივე სიტყვით შევაფასოთ უბრალოდ გავაკეთოთ განცხადება აღლუმთან დაკავშირებით გახსნის შემდეგ ახალი სასესიო დარბაზის უკვე ყველამ გადმოენაცვლეთ აღლუმზე რომელიც პარლამენტის შენობის წინ სხვათა შორის პირველად საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გაიმართა თბილისის შემდეგ სხვა ქალაქში ახალი პარლამენტის შენობის წინ დღეს წარმოადგენილი იყო ქართული წარმოების პირველად ასევე აღლუმზე სამხედრო ტექნიკა ესეც ერთგვარი ვთქვათ ქვეყნის ძლიერების სიმბოლო იყო ვთქვათ პარლამენტის შემდეგ უკვე სამხედრო აღლუმრებელი ჩაიბარა ქვეყნის მთავარსარდალმა რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა დღევანდელი დღე მართლაც დატვირთული იყო სიმბოლიკით და არა მხოლოდ ქუთაისის აღლუმი მე ასევე არ დავივიწყებდი თბილისის აღლუმს სადაც გამოფენილი იყო ქართული მრეწველობის ნიმუშები ის რაც იწარმოება დღეს საქართველოში და ყველა თბილისელს ჰქონდა საშუალება დაეთვალიერებია ის სამხედრო ტექნიკა რომელიც წარმოუდგენელი იყო 2-3 წლის წინ და რომელიც დღეს იწარმოება საქართველოში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ საქართველო როგორც სახელმწიფო ნამდვილად შედგა და ისევე მეორებ დღეს თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენი ამოცანა იყო სახელმწიფოს მშენებლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა დღეს ჩვენი ამოცანაა რომ ამ აშენებულმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა მაქსიმალური სიკეთე მოუტანოს ხალხს და ჩვენი ამოცანაა რომ მაქსიმალურად ყველა ოჯახმა იგზნოს ის სიკეთე რასაც ქვია ნორმალურ სახელმწიფოში კორუფციისგან კრიმინალისგან ძალადობისგან ბიუროკრატიისგან თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენი ამოცანაა რომ ყველა ოჯახი იყოს უფრო ძლიერად და საქართველოს ძლიერება დგას სწორედ ცალკეული ოჯახების და ყველა ქართული ოჯახის სიძლიერეზე. ამიტომ ქართული სახელმწიფო შედგა დღევანდელი დღე იყო ქართული სახელმწიფოს ძალის, მისი სილამაზის, მისი ერთიანობის დემონსტრირება და ამის შემდეგ ისევ იწყება ძალიან რთული შრომა, ზეიმი დღეს დასრულდა, ზეიმი არის ერთი დღე, ამის შემდეგ იწყება ძალიან ხანგრძლივი და რთული შრომა იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფოს სიკეთე იგზნოს ყველა ქართულმა ოჯახმა. ეს ხანგრძლივი, რთული და ძალიან დამღლელი პროცესია, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი და ვერ ვიზეიმებთ, მანამ სანამ საქართველოში ერთი გაჭირვებული ოჯახი მაინც იქნება, ამიტომ ზეიმი მორჩით და გადავდივართ ისევ ყოველდღიურ შრომას. ძალიან დიდი მადლობა, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ, რომ მოიცალეთ გამონახეთ დრო და იყავით ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი და იმედი გვაქვს, რომ ოდესაც უკვე სრულად დასრულდება პარლამენტში და დაიწყება მუშაობა, კიდევ ერთხელ გვესტუმრებით და არაერთხელ გვესტუმრებით და სხვადასხვა თემებზე ვიმშელებთ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ვაშასე რამდენიმე ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელსაც თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებდით ცოტა ხნის წინ თვალყურს, ქვეყნის მთავარ სარდალმა ჩაიბარა ქვეყნის ისტორიაში პირველი ასეთი მასშტაბური აღლუმი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა და ასევე ეს აღლუმი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩატარდა თბილისის შემდეგ უკვე სხვა ქალაქში და ეს ქალაქი გახლავთ ქუთაისი. კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ როგორ ჩაიარა სამხედრო აღლუმა ქუთაისში. აღლუმო სმენდა საზაიმო მარშესათვის ასეულობა ერთი მეხაზის დისტანცი მედროშეები პირდაპირ დანაჩენები მარჯვნისა გენ Здорово, Мавзлив! Набежит! Я!
დღეს გამართულ სხვა ღონისძიებებთან ერთად ისტორიული გამოდგა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმიც. ქუთაისის ახლადაშენებული პარლამენტის შენობის წინ საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების უპრეცედენტო რაოდენობის დემონსტრირება მოხდა. სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადი შემადგენლობის აღლუმისთვის მზადყოფნის შესახებ პატაკი გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარა. თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრს წელს პირველად აკომპანიმენტს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ორკესტრები უწევდნენ. სამხედრო აღლუმი მედროშეთა კოლოფმა გახსნა, რომელმაც სახელმწიფო შეიარაღებული ძალების და გვარეობების დროშები გამოიტანა. მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიჰყვნენ. კადეტთა ლიცეუმს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება, წელს კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება ექნება. კადეტების შემდეგ საზეიმო მსვლელობა სიმბოლურად დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის სტუდენტებმა განაგრძეს, რომელთაც აღლუმში მონაწილეობა აკადემიის სასწავლო სისტემის რეფორმირების შემდეგ პირველად მიიღეს. ამის შემდეგ აღლუმზე სახმელეთო ჯარების სხვადასხვა ქვედანაყოფები გამოჩნდნენ, რომელთა ნაწილი ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობდა ან მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ქვეითად მოსიარულეთა მსვლელობა გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადმა შემადგენლობამ დახურა. ამის შემდეგ ქუთაისის პარლამენტის წინ მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ჯავშან ტრანსპორტიორ დიდგორის შემდეგ, რომელიც საზოგადოების წინაშე პირველად გასული წლის აღლუმზე წარსდგა, დღეს პირველად საქართველოში წარმოებული კიდევ ერთი მანქანა, მუხლუხოიანი ქვეითთა საბრძოლო ლაზიკაც გამოჩნდა. კომბინირებულ ჯავშნიანი ლაზიკა უნიკალური მოდიფიკაციისაა და საზღვარგარეთულ ანალოგებს მრავალი კომპონენტით ჯობნის. გააჩნია შეიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილია ცეცხლის მართვის სისტემით, ასევე სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით. დიდგორთან ერთად ის ქართული შეიარაღებული ძალების კიდევ ერთ სიამაყედ იქცა. დამოუკიდებლობის დღეს საზოგადოებამ ქართული არმიის კიდევ ერთი ინოვაცია უპილოტო საფრენი აპარატი იხილა. ახალი საჰაერო სისტემა, ისევე როგორც ლაზიკა და დიდგორი, საქართველოში ქართველი ინჟინრების მიერაა დამზადებული. აპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის აღჭურვილია შიგაწვის ძრავით, გამოიყენება რთული და არა მხოლოდ საბრძოლო მისიების წარმოების დროს. მისი ფრენის მართვა პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება. ქუთაისის პარლამენტის წინ ქართული წარმოების ზალბურმა ცეცხლსასროლმა რეაქტიულმა სისტემამ ჩაიარა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის ტექნიკის, საკომანდო პუნქტებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად, ხოლო ასევე საქართველოში დამზადებული 120 მმ-იანი ნაღმტყორცნის დანიშნულება ღიად განლაგებული ან ჩასაფრებული მოწინააღმდეგის ტექნიკის დაზიანება განადგურებაა. სამხედრო აღლუმის ბოლოს ქუთაისის ცას საბრძოლო მოიერიშეებმა გადაუფრინეს, რითაც საქართველოს დამოუკიდებლობის 22 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო და სიახლეებით აღსავსე აღლუმი დასრულებულად გამოცხადდა. ასეთი გახდათ 2012 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმი, რომელიც პირველად ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობის წინ აბაშიძის გამზირზე გაიმართა. უამრავი მასო ადამიანი იყო მოსული აქ აბაშიძის გამზირზე, მათ შორის უცხოელის ნომრები, მოწვეულის ნომრები, მთავრობის წარმომადგენლები, რიგითი ქუთაისელები და ადგილობრივები, ასე შემდეგ. ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობდა აღლუმს და ესაუბრა ის იქ შეკრებილ საზოგადოებას, თუ რას აცხადებენ მოქალაქეები და როგორ აფასებენ დღევანდელ დღეს, ასევე სამხედრო აღლუმს და ეს განვითარებულ მოვლენებს. ლელა ციკლაური ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. უფრო ვრცლად ლელა გისმენთ. მე მინდა მაყურებელს ვანახო, ოპერატორს თხო, ანახოს კადრი რა ხდება ქუთაისში ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე. სულ 1 საათის წინ დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური და გრანდიოზული სამხედრო აღლუმი. აქ იყვნენ უამრავი ადამიანები შეკრებილნი. ვაჩვენოთ თუ შეიძლება კადრი, ეს არის ყოფილი ავტოქარხნის დასახლება, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლინახევრის წინ იყო უდაბნო, აქ არანაირი შენობა არ იდგა. წელიწად ნახევარში განხორციელდა გრანდიოზული
გრანდიოზული პროექტი და ქუთაის დაუბრუნდა საუკუნეების წინანდელი სტატუსი. ფუნქცია ეს არის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი. ამ წუთებში თქვენ ხედავთ კადრში რომ არის ახალი უკვე გახსნილი პარლამენტი, მთავრობის სახლი, კონტროლის პალატა და იუსტიციის სახლი. ძალიან ბევრ ადამიანს სურდა ჩამოსულიყო დღეს ქუთაისში და დასწრებოდა სამხედრო აღლუმს. ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ როდესაც ის ათვალიერებდა თბილისში რუსთაველის გამზირზე მრეწველობის აღლუმს, თქვენ იცით რომ ტრადიცია რადიკალურად შეიცვალა და თბილისში მრეწველობის აღლუმი გაიმართა, ქუთაისში კი პირველად სამხედრო აღლუმი. ერთ-ერთი ქალბატონი შეხვდა პრეზიდენტს და უთხრა რომ ვერ მოახერხა ქუთაისში ჩამოსვლა, დასწრებოდა სამხედრო აღლუმს, თუმცა ის ყოველ წელიწადს რუსთაველის გამზირზე იდგა აღლუმის დროს. ამიტომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ჩასვა საკუთარ ვერტმფრენში და ჩამოიყვანა ქუთაისში. შვილი დედა გახავთ და ისე ცხოვრა რომ გაიქნება ქუთაისში, ჩავისი ვერტმფრენში და წამოვიყვანა და მე მოვაფილე ალბათ. დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს. მინდა საქართველოში იყოს მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება სულ ყველას. მინდა მეთქი პარადს ავესრო მეთქი და ძალიან არც ერთი არ გამიცდენი არასოდეს. მე შვილი თვითონ ჯემაში მყავს ჯარში და ძალიან მიხარია რომ ვესწრები. და დიდი მადლობა პრეზიდენტს. ვინც დღეს ჩავწერეთ ჩვენ ქუთაისში, ეს იქნებოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, დამსწრე საზოგადოება, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, ყველა ამბობდა, რომ რაც კეთდება საქართველოში, კონკრეტულად საქართველოს რეგიონებში და კონკრეტულ ქალაქებში, ყველაფერი კეთდება ხალხისთვის, ეძღვნება მათ. ჩვენ ჩავწერეთ ის საზოგადოება, რომელიც სამხედრო აღლუმს დაესწრო, პარლამენტის შენობის გახსნას დაესწრო და ეს არ იყვნენ მხოლოდ ქუთათურები, იყვნენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები, მათ განაცხადეს რომ რა თქმა უნდა უფრო მეტი სურთ რომ განვითარდეს საქართველოში ყველა რეგიონი, ყველა ქალაქი, თუმცა ძალიან დიდი მადლობა გამოთქვეს იმისთვის, რაც კეთდება დღეს ხალხისთვის. თქვენს რომ ეს არის დამატებითი შემოსავლები და დამატებითი შემოსავლის წყარო და დასაქმების საშუალება, იმიტომ რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადმინისტრაციული ცენტრი გაიხსნა, რასაც აუცილებლად ჭირდება ვაკანსიები. დიდებული რამ არის რომ საქართველოში ასეთი რაღაცები რომ კეთდება, ეს არის დიდებული და წინვალი რამ არის. რა შეიძლება თქვენი აზრით ქუთაისში რა შემდეგ პარლამენტი გაიხსნება? რა თქმა უნდა, უფრო მეტი რაღაც სიკეთე იქნება, რა თქმა უნდა, ამ რეგიონისათვის. უფრო მეტი წარმატება იქნება, ახალგაზრდობა და საქმრობა, რა თქმა უნდა. 100% არ მომდოს, ჩვენ ასვალე პრეზიდენტ. მაგრამ რომ 3-5 თვის უკან სიტყვა თქვა, ვის ახლა ვერ ხედავს რომ რა კეთდებაო, ისო თავის სარკეში რო ჩახო თავის ხუსერზე ინახავთო ვაფასებ გამიტად და ისედაც ვენაცვალეს სული და ყოფილები ვარ და ბად იქნება რაღაც ქუთაისში ესეთი პრესტიჟი ვარო მე მგონი შევძლოთ ყველაფერი კარგად იქნება რამდენად შეიცვალა ქუთაისი ძალიან კარგად და დავით ძალიან პრივილეგიურია რა სურვილები გაქვთ კიდევ რომ გაკეთდეს ამ ქალაქში რა ყველაფერი რაც შეიძლება ახალგაზრდა ბავშვებისთვის რაც სასიკეთო იქნება ყველაფერიევანგელი დღეშვილო ძალიან კარგი არის. მომავალი თაობისთვის კეთდება ეს ყველაფერი. მე მოხიცი ვარ და ჩემთვის უკვე მაგრამ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს ისეთი ადგილი არის, ზაოც ეძახდნენ ამას, გიცეთ ეს ყოფილი ქარხნის ტერიტორია და მე მგონი უფრო პრესტიჟული გახდება ქალაქთან შედარებით. ეს არის უდიდესი პოლიტიკური დღე ჩემი აზრით. მე ამ ღონისძიებას ვესწრები ჩემ მოსკოველ შვილიშვილთან ერთად. ალბათ მისთვის ეს სამახსოვრო იქნება მთელი სიცოცხლე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ქუთაისის პერსპექტივის. ეს არის უდიდესი მადლობა ეკუთვნის ჩვენს პრეზიდენტს. იმ მრავალ სტუმარს შორის, რომელიც დღეს პარლამენტის გახსნას და სამხედრო აღლუმს დაესწრო, სხვათა შორის იმყოფებოდა ნატოს წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში, ქრონიკა მოახერხა და ჩაწერა ნატოს წარმომადგენელი, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ნატო ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებას და მხარს უჭერს ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. I was extremely impressed. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ შენობამ, ქალაქმა და პარლამენტის ახალმა ნაგებობამ. მართლაც რომ საოცარი შენობაა. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული ჯარი ასეთი წარმატებული ყოფილიყო. მართლაც რომ ძალიან კარგი დღე იყო.
მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმის პროცესში დაწყებისთანავე დააჯილდოვა სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა ტიტულებით და წოდებებით. კულტურის მოღვაწეები ბრწყინვალების ორდენით გადაეცათ ის დავით დოიაშვილს, ზუმბას იგივე ზაზა კორინთელს, ანა ქებაძეს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასევე გიორგი უშიკიშვილს, ჯამბულ ბაკურაძეს, ის გახლავთ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ასევე ლაშა მგელაძეს, ასევე მოადგილეა და თქვენ იცით ინფრასტრუქტურის სამინისტროს რამხელა წვლილი მიუძღვის იმაში, რაც დღეს გაკეთდა ქუთაისში, თვეების განმავლობაში მუშაობდნენ, რადგან შეექმნა და დაებრუნებინათ ქუთაისისთვის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრის წოდება და ფუნქცია, ასევე დავით სირაძე, გახლავთ მუნიციპალური ფონდის განვითარების ხელმძღვანელი. ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც გადაეცათ ბრწყინვალების ორდენი დღეს სამხედრო აღლუმზე. თუ მოება ზუსტ წნებას იმისა, რაც თხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ქვეყნის ერთიანობისათვის და სამსახურეობრივ კიდევ ერთ გმირს ერგო ღირსების ორდენი და ეს არის ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცის ალექსანდრე ტუღუშს ერგო ღირსების ორდენი, როგორც გითხარით, ის არის დაჭრილი და ამ წუთებშიც მკურნალობს ავღანეთში, რადგან ის ვერ დაესწრო დღეს ქუთაისში სამხედრო აღლუმს, გადაეცა ღირსების ორდენი მის მშობლებს თინა და ბესო ტუღუშებს. პატივი მივაგოთ ქვეყნის ერთიანობისათვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანხმოვნას. მოულოდნელი იყო, თუმცა წმინდა გიორგის ორდენი დღეს ერგო მინისტრთა კაბინეტის წევრებიდან რამაზ ნიკოლაიშვილს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რა როლი მიუძღვის აი ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რასაც ჩემს უკან ხედავთ თავად ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს. ჩვენ ჩავწერეთ უკვე დაჯილდოვებული რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ეს არის მისთვის ძალიან დიდი პატივი. მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ არავის არ გაუფრთხილები ვარ, თუმცა სასიამოვნო იყო თავისთავად, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ჩემი ჯილდო, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უამრავმა ადამიანმა თავი ნამდვილად დადო რა. მე ერთი რამის თქმა მინდა, რომ არც ქარი არაფერს არ მოაზრობს და დარბაზ ძალიან მაგარია და ყველაფერი კარგად არის ზოგადად, იმიტომ რომ უამრავმა ადამიანმა ეს იყო ღირსების საკითხი და მეც მადლიერი ვარ, რომ მე მომეცა საშუალება აი ამ ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. სანამ დამთავრდებოდა სამხედრო აღლუმი, ჩვენ ქრონიკასთან როდესაც წერდით კომენტარებს, ძალიან ბევრი ადამიანი ხოვდა იმას, რომ შეიძლებოდა თუ არა მათ მიახლოვდებოდნენ მიხეილ სააკაშვილს და გასაუბრებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო აღლუმის დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილი გავიდა ხალხში და გაესაუბრა მათ. ჩემთან იყავი ბობა. ჩემთან. არ მაგარ გამო. რაზი გამოგეყო? თქვენ ნახეთ რომ ფასადები გაკეთა ბოლოს. ფასადები გაკეთა იგეთ ხედა. დაუცილებლად ვიღაცა მოვა და გადაიგებს რომ აქედან არის გაუკეთებელი. და პირდაპირ შეგიძლიათ გადაიგოთ გაუკეთებელი აქედან. იმიტომ რომ აქედანაც უნდა გაკეთდეს. ჯერ მოასწრეთ იქიდან. საერთოდ ყველა ჯობია რომ ეს სახლები დანგრეული იყო და ახალი გაკეთებულიყო, მაგრამ ამის ეკონომიკის საშუალება ქვეყანას არ აქვს. მაგრამ უკვე დღეს ფინები აქ არის ზუსტად სამჯერ გაძვირებული ვიდრე იყო. იმიტომ რომ ჯერ ერთი წყალი გაუმჯობეს და მეორე ხედავთ რომ ყველა ხილაკი შენდება ფასადები აქედანაც მოშენდება. უკეთეს და ესეც ახდენს გავლენას და საერთოდ რაიონი გახდა სხვა სახურავი გამოიცვალა, თელი ინფრასტრუქტურა იცვლება, ასე რომ ვისაც მარტოების დანახავნდა რომ აქედან არის მარტო სამხარის ფასადები და ითქვა რომ ფასადების ქვეყანას აშენებენ, მინდა უთხრა რომ ფასადების ქვეყანასაც ვაშენებ და ძალიან მაგარ ქვეყანასაც ვაშენებ. ლამაზი ფასადები, ლამაზი შენობები, რაც თავარი ხალხის ცხოვრება უნდა იყოს უკეთესი. უკვე ამ პარლამენტსა განმოტანეთ, ამ ხალხს რაღაც სერიოზული პროგრესი არ აქვს. მე არ ვეთქვი რომ ამან უშველა ყველა, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი საკითხი რჩება ახალს მათ შორის პირველ რიგში
შევრვა, მაგრამ შესაძლებლობები სრულიად უიმედო ადგილზე, სრულიად უპერსპექტივო ადგილზე მართლა გაჩნდა. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. Dacă am inimat ce vorbați. Ese că acum vezi, moi partea probleme e ca să țamori. E goleba zișan cam o bizară. Ca să gata, e că se. ამიერიდან ტრადიცია რადიკალურად შეცვლილია. ყოველ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში რუსთაველის გამზირის ნაცვლად სამხედრო აღლუმი ჩატარდება ხოლმე ქალაქ ქუთაისში. თუმცა ერთი მსგავსება მაინც არის. ყოველთვის სამხედრო აღლუმები ტარდებოდა ხოლმე პარლამენტის შენობის წინ. ერთი მსგავსება პარლამენტის შენობის წინ დღესაც ჩატარდა სამხედრო აღლუმი, თუმცა ჩემს უკან თქვენ უკვე ხედავთ განახლებულ პარლამენტის შენობას, თუმცა ქუთაისში. დღეს ქუთაისში კიდევ მრავალი ღონისძიება დაგეგმილი, ერთ-ერთი გრანდიოზული ღონისძიება არის, სცენა არის დამონტაჟებული, თქვენ ხედავთ, ელოდებიან 1 საათიან კონცერტს, სიმფონიურ კონცერტს, კომბინირებულ, ასე ვთქვათ, სიმფონიურ ნაკრებს, სადაც ბავშვები და უკვე გამოცდილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, ცნობილი შემსრულებებიც მათ შორის დაესწრება უამრავი ადამიანი და ბოლოს ეს ღონისძიება დამთავრდება ძალიან გრანდიოზული ფეირვერკით, ისეთი ფეირვერკით, რომელიც საქართველოში ჯერ არავის უნახავს. მადლობთ ლელა, ჩემი კოლეგა ლელა ციკლაური საუბრობდა აბაშიძის გამზირზე განვითარებული მოვლენებისა და იქ შეკრებილი საზოგადოების მხრიდან გაკეთებული შეფასებების დეტალებზე. ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას და ვნახოთ რა ხდებოდა სამხედრო აღლუმამდე. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ახალი პარლამენტის სასესიო დარბაზი საზეიმოდ გახსნა. მათ სიმბოლური ჟესტით გარე ფასადზე დარჩენილი მინის ერთი ფრაგმენტი საკუთარი ხელით ჩასვეს, რითიც აღინიშნა, რომ პირველი ეტაპი პარლამენტის მშენებლობის უკვე დასრულებულია, ხოლო შემდეგი ეტაპი დასრულდება უკვე ოქტომბერში სრულად პარლამენტის მშენებლობის. რაც შეეხება გახსნის შემდეგ უკვე გაისმა საქართველოს ჰიმნი სასესიო დარბაზში და ჰიმნის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი იქ შეკრებილ საზოგადოებას და დეპუტატებს სიტყვით მიმართა. რა ხდებოდა დღეს ახალ პარლამენტში და რა აქცენტები გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. ნახოთ სიუჟეტი. საზეიმოს ხდომაზე დასასწრებად მისვლა დეპუტატებმა და დიპლომატიური კორპუსის წევრებმა 16 საათიდან დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ნაწილი პარლამენტში სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით მივიდა. პრეზიდენტამდე საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მივიდნენ. ყველაზე ორიგინალური უმცროსი სააკაშვილი იყო, რომელიც პარლამენტში იმერული ჩოხით მივიდა. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის ახალ პარლამენტში 16 საათსა და 30 წუთზე მივიდა. პრეზიდენტ შესასვლელთან დავით ბაქრაძე დახვდა. სხდომათა დარბაზში შესვლამდე პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი პარლამენტის შუშის სახურავის ბოლო შუშის დამაგრებაში მიიღეს მონაწილეობა. სააკაშვილი ბაქრაძის ამ სიმბოლური ჟესტით ახალი პარლამენტის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. რთული პროცესია და რამდენი მინა ეგეთი დადებული. არა უშავს აქ წყალით ჩამოაუცილებად რაღაცაც მოხდება ახალ შენობებში, ესეა რომ ეს უნდა ყველა შეეგუონ, ყველა ახალ შენობაში შეუცებად. ალით ჩამოდის, რაღაცა ქარით რაღაცას მოგიჯავს. აი ეგ თბილისის აეროპორტს ამდენი მოგიჯდა, მაგრამ ეს არის ახალი შენობები და ახალი ექსპერიმენტული ტექნოლოგიით აშენებული, მაგრამ თავარია რომ არის. და მე რომ მოღერდებიან, როგორ აღშფოთებიან ხოლმე და მალე 15 წელი რომ ინგრეოდა ყველაფერი, ეგ არაფერი. ეს ყველაფერი რომ თავის ადგილზე დადგება, არაფერი პრობლემა არ ექნება და მაგრამ სულ ასეც ინგლისური ტერმინია fine tuning, მე აწყობა უკვე აი ინსტრუმენტს რო აწყობე ყველა შენობას მე და ინსტრუმენტის ხდება და მე აწყობ შენობა. სიმბოლური ჟესტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხდომათა დარბაზში შევიდა. პრეზიდენტი უმრავლესობის წევრების გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და წმინდა სინოდის წევრებს მიესალმა. ჩვენ დავარსეკეციდეს დაძლევა ყოველ შემთხვევაში ხოდა ჩვენ დაწყების და
პრეზიდენტი დარბაზში ხელში სამშენებლო ქუდით შევიდა, რომელიც სააკაშვილმა საჩუქრად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს გადასცა. ამის შემდეგ ახალი პარლამენტის ახალ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტები რამდენიმე საკითხზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში პატივი იმ ადამიანებს მიაგო, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. 96 წლის წინათ ამ დღეს ჩვენი წინაპრები თავისუფლების ურთულეს გზას დაადგენ. მანამდე საქართველოს ასწლეულების მანძილზე თავისუფლება აყრილი იყო იმპერიათა მიერ. ჩვენ ქვეყანას ჰქონდა დაკარგული სახელმწიფოებრიობის ტრადიცია, სასიცოცხლო საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ეროვნულ იდენტურობას. ამის მიუხედავად, მაინც გაბედეს და გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა ოჯახის წევრები, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია, მისი მეუღლე მარგარიტი. მე გთხოვთ მივასალმოთ. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ჩვენი ხალხის უმთავრეს ფასეულობას, თავისუფლების სიყვარულს ეფუძნებოდა, რასაც თავის მხრივ საფუძვლად ედო უპირობო რწმენა იმისა, რომ ამ ულამაზესი ქვეყნის, ამ განუმეორებელი მთის, ბარის და ზღვისპირეთის შვილები იმსახურებდნენ უფლებას თავას გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი, იმსახურებდნენ უფლებას თავად ემართათ საკუთარი ცხოვრება, ჰქონდათ შანსი საკუთარი მონდომებით გაუმჯობესებიათ ყოფა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესების მიუხედავად ხელისუფლებას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. სექტორისთვის უმცირესობის ისulis მიუხედავად, ახალი საქართველოს შენება ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან. იგი ჯერ კიდევ ისევ დაუსრულებელი მშენებლობაა და კიდევ გაცილებით მეტი ასაშენებელი ვიდრე აქამდე ავაშენეთ. დღევანდელ დღეს ყველა საზეიმო განწყობა აქვს და ამიტომაც არის ჩვენ სახეებზე სიხარული აღბეჭდილი. მაგრამ ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ ყოველი დღე ასეთი არ არის. ვიცით, რომ ჯერაც ძალიან ბევრი პრობლემაა, სატყივარის და გასაჭირისგან შედგება ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება. ამ დღესაც, რა თქმა უნდა, უხდება საუბარი ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე. მაგრამ მე მიჭირს ვილაპარაკო წარმატებებზე, მაშინ, როდესაც სადაც უნდა გავიხედოთ, ყოველდღიური ცხოვრება გვიჩვენებს იმას, თუ რამდენი გვაქვს კიდე გასაკეთებელი, ჯერ კიდევ რამდენი რამ არის დაუმთავრებელი და ბოლომდე მისაყვანი, ჯერ კიდევ რამდენი ასაშენებელი და რამდენად ცოტა ის, რისი გაკეთებაც აქამდე შევძელით. ამიტომ არ იყოს ის შემთხვევით ის, რომ აღშენებლობა არ შემოგვიფარგლავს მხოლოდ თბილისის ცენტრი, თუმცა თბილისის ცენტრი მეგობრებო და მე ამას ვამბობ, როგორც თბილისის ცენტრი დაბადებული და ალბათ ესეთი ადამიანი, რომელიც თბილისის ცენტრში მოკვდება, თბილისის ცენტრი თბილისის საერთოდ თბილისი შენდება ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში თბილისი არ აშენებულა და მე როგორც თბილისელი ამით ძალიან მაგრამ ვამაყობ და ამას ვერავინ ვერ დააკლებს ეთქოს. თბილისში რამდენიმე ადამიანი შევხვდა რუსთაველზე და გთხოვეს ესე რამდენიმე რა ვინც თხოვ ყველას ჩავისვით მანქანებში ვერტმფრენებში და ისინიც კი ჩამოვიყვანეთ აქ. მიხეილ სააკაშვილმა იმ ხარდაჭერაზეც ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატებას განაპირობებს და იმ პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას აქვს. ჩიკაგოში ნატოს სამიტზე სადაც ერთიანი ძალისხმევით მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ნატოს სრულუფლებიან წევრობისკენ და მე მართლა მინდა გითხრათ მოგახსენოთ პარლამენტს, მე ასეთი კლიმატი არც ერთ სამიტზე ნატოში და ყველას დავესწრეთ საქართველოს მიმართ არ მინახავს. მიუხედავად რომ ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ამარიას, საქართველოს მართლა იყო ყურადღების ცენტრში და მართლა იყო განცდა იმისა, რომ უკვე ნატო დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ფაქტორი. უკვე დღეს ჩვენ აღვიქვავენ როგორც ცივილიზებული ნაწილის ძალიან მნიშვნელოვან წევრს და უკვე დღეს დავინახე რეალისტურად, რომ ის ჩვენი გეგმა ნატოს წევრობა სრულიად რეალისტურია. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებზე და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. საქართველოს რა თქმა უნდა დაუმთავრებელი შენებლობაა დემოკრატიის თვალსაზრისითაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთო ძალისხმევის შედეგად იყოს ყველაზე სამართლიანი, თავისუფალი, სამაგალითო დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით. რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც უნდა ამ არჩევნების
არჩევნების კი არ ემზადება არჩევნების გამოსაყენებლად იმისათვის, რომ ქვეყანა ჩამოაშოროს განვითარების გზას. იმისათვის, რომ შემდგომი სამიტი არ გახდოს ნატოს გაფართოების სამიტი საქართველოს მიმართულებით. რა თქმა უნდა, მათ ამის დავალება აქვს მიღებული, ჩვენ ეს კარგად ვიცით და ისინი ამაზე მუშაობენ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მეზობელმა ჩვენი არჩევნების პარალელურად დანიშნა ძალიან დიდი სამხედრო სწავლებები და შეეცდება, რომ ამ სწავლებებს მიცეს საბაბი იმისათვის, რომ არჩევნების პერიოდში რაღაცა მოიმოქმედოს მისი სარუკვარი მიზნით საქართველოს ხელისუფლების დამხობის ვასალში. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. და ჩვენ ყველაფერი ვიცით, რომ ეს გეგმები არსებობს, ჩვენ ყველაფერი ვიცით, რომ ეს ფული შემოედინება, ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ამისთვის კეთდება, მაგრამ საქართველოს სტაბილურობის შერყევის მთავარი გარანტია არის ქართველი ხალხი. და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი როგორც არასდროს დადგება საკუთარი დემოკრატიის და საკუთარი მომავლის გადასარჩენად და სადარაჯოზე. საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა 45 წუთს გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილი საზოგადოება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მიიწვია. აღლუმის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტს სასულიერო პირები გაესაუბრნენ, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ნახეთ, პარლამენტის საზეიმო სესიას დღეს მოწვეული სტუმრები და დეპუტატების სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ და იყო ერთი დეტალი, რომელიც ჟურნალისტების ყურადღებას არ გამორჩენია. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის შენობაში მივიდა მუშის ჩაფხუტით და შენობაში შესვლისთანავე ეს ჩაფხუტი გადასცა ქრისტიან დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს. ანუ სხვა დეტალები თუ რა ხდებოდა უფრო კონკრეტულად დარბაზში დღეს და რა განცხადებები გააკეთეს კანონმდებლებმა საზეიმო სესიის შემდეგ, ლიკა ბერაია ისაუბრებს უკვე ამ თემაზე დაწვრილებით. ლიკა, გისმენთ. დიახ, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოს ახალ პარლამენტში პირველი საზეიმო და სიმბოლური სხდომა გახსნილად გამოაცხადა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დეპუტატებს. სხდომათა დარბაზში გამოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილს დღეს ხელში ერჭირა სამშენებლო ჩაფხუტი. პრეზიდენტი მიესალმა დეპუტატებს და შემდეგ პირდაპირ უმცირესობის ლიდერისკენ გიორგი თარგამაძისკენ გაემართა და მას ეს ჩაფხუტი საჩუქრად გადასცა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა და ამ გამოსვლაში მან ახსენა, რომ საქართველოს ახალი პარლამენტის შენობა ეს არის თანამედროვე საქართველოს მეტაფორა. შენობა არის გამჭვირვალე და იქ მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, ისევე როგორც ქვეყანაში. გიორგი თარგამაძემ სხდომის დასრულების შემდეგ და მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ თუ ეს ჩაფხუტი, რომელიც დღეს მან პრეზიდენტისგან საჩუქრად მიიღო, არის მშენებლობის მეტაფორა, ის მას სიამოვნებით მიიღებს. ეს ჩაფხუტი მშენებლობის მეტაფორა, მე სიამოვნებით ვიღებ მას როგორც სიმბოლურ ესტაფეტას, რათა გავასწოროთ ის რა მრუდია ჩვენ სახელმწიფოში და დავასრულო ის რაც დასამთავრებელი. ამის შემდეგ კი ასევე სიამოვნებით დაუბრუნებ ამ ჩაფხუტს სააკაშვილს, ნიშნად იმისა და იმის გარანტიით, რომ არც მას და არც მთლიანად იმდროინდელ ოპოზიციას თავდაცვისთვის ასეთი ჩაფხუტი არასოდეს აღარ დაჭირდება. სხდომის დასრულების შემდეგ შეფასებები გააკეთეს როგორც დეპუტატებმა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრებმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით და ზოგადად ქუთაისში საქართველოს ახალი პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, ახალი პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ქუთაისი ხდება ახალი რეგიონული ცენტრი და ის თავის ძველ სტატუსს იბრუნებს და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების და პოლიტიკოსების შეფასებაა, რომ ეს არის განვითარება და აღმშენებლობა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ საქართველოს სხვა დანარჩენი რეგიონებისთვისაც. მართლაც ისტორიული დღე არა მხოლოდ ქუთაისთვის, იმერეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, როდესაც საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი იძენს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. ქუთაისში რეალურად ხდება საქართველოს მართლაც საპარლამენტო დედაქალაქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ქალაქი, რომელიმე რეგიონი კარგავს ფუნქციას. პირიქით, ეს არის შანსი მთელი ჩვენი ქვეყნისათვის უფრო უკეთესი და სწრაფი განვითარებისათვის. ქუთაისლები, რომელიც დღეს აქ არიან ამ აღლუმზე მოსულები, იგრძნობენ თავს, რომ ცხოვრობენ ღირსეულად, მათი ცხოვრების პირობები არის გაუმჯობესებული და არიან ძალიან კარგი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები. თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ამაღელვებელი ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი სამხედრო ტექნიკა, ჩვენი მუსიკა, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სულმა გაიღვიძოს და ქვეყანა წინ წავიდეს და ეს ქვეყნის წინსვლა თითოეული ქართველის
ერთეული საქართველოს მოქალაქის ოჯახზე აისახოს. ყველაზე მთავარი დღესასწაული ყველა ქვეყნის ისტორიაში და ყველა ქვეყნის ცხოვრებაში არის დამოუკიდებლობის დღე, იმიტომ რომ ეს არის, როდესაც სახელმწიფოებრიობა, შენი სამშობლო იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. მიხარია ყველა განვითარება, რომელიც სხვა ქალაქებში მიდის, იმიტომ რომ რაც უფრო განვითარდება რეგიონები, მით უფრო ნაკლებად იქნება თბილისის უმუშევრობის მიგრაცია და ნაკლებად იქნება ის პრობლემები, რომლებიცაც დღეს ყოველდღურად თბილისელები ვაწყობთ. ძალიან დიდი და ამაღლებული დღეა ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და განსაკუთრებული მე მითხოვდი ალბათ ისტორიული მნიშვნელობის ქუთაისისთვის ახალი პარლამენტის შენობა არაჩვეულებრივი აღლუმი იყო ხალხის განწყობა და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის ხედვა ეს არის რეალობა დღევანდელი ფაქტი ის რომ პარლამენტი გადმოვიდა ქუთაისში ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი ქვეყნის ისტორიაში და მომავალი აუცილებლად დააფასებს დღევანდელ დღეს ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარეები და ჩვენ თავისუფლებას ყოველთვის დავიცავთ და ერთი რამ მინდა თქვა ის რაც საქართველოს პრეზიდენტმა უთხრა მთელ ჩვენს ყველა მოქალაქეს და მოსახლეობას რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ თითოეული ადამიანმა იგრძნოს ის კეთილდღეობა რაც ჩვენთან ქვეყანას მოაქვს აღშენებლობის ამ აღშენებლობას და ეკონომიკურ განვითარებას მინდა სიამაყით აღნიშნოს რომ დღეს იყო ისეთი შემთხვევა როცა ჩვენ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ტექნიკისა რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა ეს გვაძლევს ჩვენს განსაკუთრებულ სტიმულს იმისა რომ კიდევ უფრო შემართებით გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და მომავალ წლებში ბევრად უფრო მეტი სურპრიზი შევთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას ჩვენ ხედავთ როგორ შენდება ქუთაისი როგორ შენდება საქართველო და უნდა უთხრათ ყველასო ვერავინ ვერ შეძლებს საქართველოს შენების განვითარების შეფერხებას ვერავინ ვერ შეძლებს საქართველოს თავისუფლების შეფერხებას ეს არის მთავარი გზავნილი მე მგონი დღევანდელი გზის და მინდა მიულოცო ყველა ქუთაისას ეს არის ისტორიული დღე ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ ამ ქალაქის ზოგად რეგიონისთვის ქვეყნისთვის მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე ნამდვილად საზეიმო განწყობილებაა ყველა ადამიანში ყველა ოჯახში არის შესული ეს განწყობა მინდა აღვნიშნო რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის პრეზენტაციის და პირველი სიმბოლური საზეიმო ხტომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად უკვე საზეიმო აღლუმზე გადმოინაცვლეს მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა და აღლუმს მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო შეფასება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ლედიმაც გააკეთა ყველა წარწერს და 6 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ძალიან ლამაზი აღლუმი იყო, ასევე საპარლამენტო საზეიმო ხტომა იყო ძალიან სასიამოვნო, ძალიან კარგი სიტყვა თქვა, ბევრი ჯანდაცვაზე, ბევრი გაჭირვებაზე, ჩვენ ნამდვილად ბევრი საქმე გვაქვს კიდე წინ, მაგრამ ტენდენცია არის პოზიტიური და მშენებელი და მე მგონი ეს არის მთავარი და დღეს ნამდვილად ამინდით შეგვიწყო ხელი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს, რომელიც წელს პირველად ჩატარდა ქუთაისში, 200-მდე სტუმარი ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად და მათ შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. მადლობთ ლიკა, ჩემი კოლეგა ლიკა ბერაიე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი გახლავთ ამ დრომდე განვითარებული მოვლენები ქუთაისში, კერძოდ დღეს დილიდან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების თვალყურისდევნება თქვენ შეგეძლოთ ჩვენს პირდაპირ ეთერის რეჟიმით, სპეციალური საგანგებო რეჟიმით ეთერით მუშაობთ დღეს დილიდან და ქრონიკის ქუთაისის ბიურო ამ დრომდე განაგრძობს მუშაობას. ჩვენი გადამღები ჯგუფები კვლავ მუშაობენ მოვლენათა ეპიცენტრში, დარჩენილი ღონისძიებებიდან კეთყვით რომ ზუსტად 9 საათზე დაიწყება უკვე სადღესასწაულო სიმფონიური კონცერტი, რომელსაც ასევე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, დღეს მოვლენათა ეპიცენტრი იყო ქუთაისი.